მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობამზე ამაღლებელს და ყველას ინდისის პატიმარს. ახალციხეში რესტორან ედემში დაჭრილი მამაკაცის საქმეზე ბრალდებულები ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გირაოს საფუძველზე გამოუშვა. პროკურორმა თამარ მურჯიკნელმა გვითხრა, რომ განჩინების გასაჩივრებას კანონით დადგენილ ვადაში გეგმავენ. ბრალდებულების ადვოკატის ნოდა რაკოფაშვილის თქმით, ერთ პირს, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან 25,000 ლარის ოდენობით გირაო, ხოლო მეორეს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის არის ბრალდებული 5,000 ლარის გირაო შეეფარდათ. შემთხვევა 9 მაისს ახალციხეში რესტორან ედემში მოხდა. ახალციხეში შეფერილი და დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაზე მოქალაქეები კვლავ საუბრობენ. გთავაზობთ სიუჟეტს. აი ბაჩოკში რო ავსებთ, მღრია, გეგონება ჩემი ბაჩოკი ჭუჭყიანია, გავრეცხავ და იგივე მდგომარეობაშია. ახალციხეში მცხოვრებლები დაბინძურებული და გამოსაყენებლად უვარგისის სასმელი წყლის პრობლემაზე უკვე თვეებია საუბრობენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად წყლის ფერისა, იგი ლაბორატორიულად სუფთაა. ეს ვიდეო ჩვენს რედაქციას ერთ-ერთმა ახალციხელმა მოაწოდა. როგორც კადრებში ჩანს, სასმელი წყლის ონკანზე დამაგრებული ფილტრი დაბინძურებულია. როგორც ვიდეოს ავტორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ფილტრს თითქმის ყოველდღე წმენს, იგი მაინც ასე გამოიყურება. ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო საჯაროება არ ისურვა, დაბინძურებული წყლის პრობლემაზე საუბრობენ ახალციხელები. გამოდის როგორც კაკაოს თერი. გააკეთები რაღაცას გასკდება, გამოდის თლაფი და ასე შემდეგ. საერთოდ არის შეიძლება მაგის დალევა. 2 წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის. მე ეხლა ვერ ვიტყვი კონკრეტულად ეს ვარაუდი გამოთქვეს, ანუ ლეპტოსპიროს ბაქტერია შემქმნელა, ამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი. ვერსია იყო, რომ თქვათ შეიძლება წყლიდან გადასულიყო. დასალევად არა, ძალიან ქლორიანია. თუ არ მომწონდა ადუხებ და მერე სვამ. მე კმაყოფილი ვარ წყლით. ძალიან ცუდი. ეკოლოგიურად გამოუცდელი წყალი. რა თქმა უნდა, ყველაფერთვის უარ ცუდია ორგანიზმის ნებისმიერი მოქმედებისათვის. ახალციხეში აპრილის თვეში დაბინძურებული წყალი თითქმის 2 კვირის განმავლობაში მოდიოდა. ამ პერიოდში მოსახლეობა მიუთითებდა, რომ წყალი გამოსაყენებლად უვარგისი იყო, რადგან იყო ძალიან ამღვრეული, მოყვებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მატლებიც კი. მას შემდეგ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ონკანებში შეფერილი წყალი ამ დრომდე მოედინება. ამის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მაშინაც ირწმუნებოდა და ახლაც ირწმუნება, რომ წყალი ამღვრეულია, თუმცა ლაბორატორიულად სუფთაა. შეისწავლა თუ არა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის ხარისხი. სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია 29 აპრილს მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მათ მიერ 5 ლოკაციიდან აღებული წყლის ნიმუში შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს. 5-ვე სინში მომატებულია სიმღვრივე, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლების მიხედვით სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის ნომერ 58 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს, ნათქვამია წერილში. დაუკავშირდით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.